ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერი. 50 ლარი წამოვიღე, პენსიონერი ქალი ვარ. ქირით ავცხოვრობ და ხურდა აღარ მიმაქვს სახლში. ასე ეხმაურებიან გორში რიგითი მოქალაქეები საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მაისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა. ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა. რომელ პროდუქტებზე მოიმეტა ფასებმა? ეს კითხვა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვით, რომელთა ნაწილიც ამბობს, რომ ფასები მომატებულია რძის პროდუქტებზე. არაფერი არ გაიეფებულა. რა, ჩემი დაკვირვებით ეგრეა რა. აი, ბოსტნეულზე თუ მოიმეტა ფასებმა? ბოსტნეულზე არა. და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე? პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ახლა მაღაზიაში მოიმატა და ახლა გლეხთან ყოველთვის გვინდა რომ დაგვიკელი და ეგეთი ის არის. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში კი არა მოიმატა. აი, განსაკუთრებით რამეს ხომ არ გამოყოფდით, რა არის გაძვირებული? აი, თქვენი დაკვირვებით. რა არის გასო პროდუქტი? რძის პროდუქტი. ძალიან ძვირია. ისე მომატებულია ფასები თქვენი დაკვირვებით პროდუქტებზე? ყველაფერზე ცოტა რა. ყოველ მისვლა-მოსვლაზე მომატებულია ფასი. სადღაც პენსიაზე 2 კაპიკს რო დაგვიმატებენ, 4 კაპიკს პროდუქტზე ადებენ ფასსაც მეტასა და რა ვქნათ. კიდევ სულ ყველაფერზე. კონკრეტულად რამეს ხომ არ გამოყოფდით? ან პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ან ხილბოსტაის, აი რაზე არის? თითქმის ყველაფერზე მომატებულია, მედიკამენტებზეც და ყველაფერზე. ცნობისთვის, მაისში წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის ლიმონი, კიტრი და კივი.